ძირფასო ტელემაყურებლებო ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ეკა გიგაური. ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხე და მოხვედი ჩემთან გადაცემაში სტუმრად. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ადრე ბენდი ყავდა ხოლმე და ისე ხდებოდი, კარგად ხდებოდი. ეხლაც კარგად ხდები. ეხლა აღარა ვართ ისე წელში გამართულები, მაგრამ რა ადრე ტკბილეულიც გველა გაის იყო, რაღაცას გიმასპინძლდებოდი. ხო, მაგრამ ეხლა ესეც ეხლა უყურე ბენდის ადგილასაც უბრალოდ ახლა დახმარების ფონდი გვაქვს გახსნილი გერმანიას ვეხმარებით. თუ რამე ტანსაცმელი გაქვს, დაპატარავებული, რამე ისეთი აი ძველი, ისეთი რომ აღარ ხმარობ, რომ მოგვიტან. რა კარგი საქმე დაგიწევთ. ეს არის დიდი კრიზისი რო არის და ეხლა მე მგონია რომ ინგლისსაც ძალიან უჭირს. ხო. ძალიან უჭირს. შვედეთსაც ძალიან უჭირს და ახლა რაღაცნაირად უნდა გავნაწილდეთ ქართველი ხალხი და გავეხმაროთ ამას. და ეკი არა, ანუ ჩვენი ეს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გავცვალოთ მათთან გამოცდილება, გაუშვათ ეს ხალხი იქ ასწავლონ. გადავიდეთ ძალიან საინტერესო თემებზე, რადგანაც ეს შევეხეთ, ხო, ამ თემას, ნუ იმედი განსაკუთრებით ავრცელებს ინფორმაციას. ბოლო 2 დღეა თუ 3 დღეა რომ ევროპაში გაცილებით ძვირიღის ფასები პროდუქტზე ვიდრე საქართველოში, ხო? შეხო ძირითადად ხო იმას გვეუბნები რომ ევროპა კარგია. თორმე რეები ხდება ევროპაში. წარმოგიდგენია? ესე იგი 4 ჯერ ძვირი ყოფილა გერმანიაში ხორცი. მე რა ვიცოდი, ეკა. ნუ რა არის იცით ხო რთულია როცა გაქვს 20,000 евро ხელფასი თვეში და მერე 20 евро ღირს და 20 ევროს გადახდა გიწევს რა ძალიან რთულია. რამდენი ფული აბრალ ფულს არ აქვს ფასი ევროს ფასი არ აქვს. ფასი არ არის ხო ვერა არაფერი არ მოგივა. არაფერი არ 20,000 евро არაფერი არ არის. ესე იგი 20,000 რო ჩაი გახვიდე. გარეთ არა ერთი შესვლა მაღაზიაში. ერთი შესვლა. წარმოიდგინე, რითი ულაყებენ ხალხს. წარმოუდგენელია რა. და იმას 450 ლარი გვაქვს პენსია და იმას არ ამბობენ და თურმე 4 ჯერ მეტია, სადაც 2,000 евро პენსია ევროპაში, თურმე აი როგორ ცხოვრობენ და კობახიძე გვეუბნება რომ 10 ლარად ხორცს გაყიდინებთო. ხო, ნუ დაცინიან ხალხს. ხო. დაცინიან ხალხს, მოვიცი მე მგონი უფრო მეტად აბრაზებენ ამით ადამიანებს. მე გაყიდინეთ ამდენად, აი კვერცხზე დავაკელი, რა წამი თეთრი, მე კვერცხზე, ესე იგი მე ვქენი, კვერცხს მე დავაკელი. კაია. ეხლა ხაზ იყავი ამერიკაში. ეს საინტერესო ამბავია. კაი ამბები ჩამოგაქვს ხოლმე იქიდან. როგორ არიან რას აკეთებენ? ჩვენზე ლაპარაკობენ? იცი რა არის, ანუ მთავარი არის რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ჩვენ ქართულ ხალხს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეხლა ყველამ ვიცით ხომ, იქ დიდი პოლარიზაცია არის, რესპუბლიკელები და დემოკრატები სულ რაღაცა კამათობენ, მოდით ასე ვთქვათ. ერთმანეთის პოზიციებს არ იზიარებენ და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს არის ის საკითხი, რომელზეც მათ აქვთ ყველას აბსოლუტურად აქვთ თანმიმდევრული და საერთო პოზიცია. აი მართლა ესე არის ყოველთვის გვეუბნებიან ხოლმე რომ აი ძალიან ფაქტიურად არ არსებობს საკითხი სადაც შესაძლებელია რომ სწრაფად შევთანხმდეთ ან საერთოდ შევთანხმდეთ მაგრამ როგორც კი ითქმება რაღაც ან საქართველოს საკითხი როგორც კი გამოდის ხოლმე მაშინვე ყველანი დავსვდებით მაგიდასთან მაშინვე ვიტყვით რომ აი ხო ეხლა უნდა საქართველოს უნდა დავეხმაროთ ქართულ ხალხს უნდა დავეხმაროთ ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი ანუ როგორ არის ახლა ვიზიტებში ხო ბევრი რაღაცა მიგაქვთ ხო ხო ნუ აი ძირითადად როგორ არის ხოლმე ხო ჩვენ ვცდილობთ რომ გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს ის ანგარიშები რომელსაც ვაქვეყნებთ ხო ადრე როცა კარგი დრო იყო მოკლედ და თქვენ რო ბენდი ყავდათ მე ბეჭდავდი ამ ჩემ ანგარიშებს ხო და ამით ვადარებ ეხლა ვერ მაგრამ როგორც წესი ეხლა ამ ანგარიშებს რო ბეჭდავ რაც ეხლა ვებგვერდზე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი
მაინც ქვეყნდება, მიუხედავად იმისა, დაუბეჭდავ თუ არა, მაგრამ ნუ ძალიან მძიმეა და ძირითადად რომ მიგაქვს ახლა ამ ჩანთით მიგაქვს ეს ანგარიშები, მაგრამ მე კიდევ ერთი საკითხია, რაზეც შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, რეკლამირება და საქართველოში ხა ყველაზე განსაკუთრებული რა გვაქვს, ხო, ქართული ღვინო და აი ამის რეკლამაც განვახორციელოთ, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც ხა საქართველოს რა ჭირდება, ქართულ ხალხს რა ჭირდება, ანუ ამაზე ილაპარაკო, მაგრამ მეორეს მხრივ ყოველთვის ვცდილობთ რომ აი კიდე რა შეგვიძლია ჩვენ ქვეყანას გავუკეთოთ და მოკლედ მიგვაქვს ხოლმე ქართული ღვინო. ოღონდ მართლა ძალიან ექსკლუზიური სხვადასხვა ესეთი განსაკუთრებული მარნებიდან რომ აი მაქსიმალურად გავაცნოთ ადამიანებს რომ როგორი უნიკალური ღვინო გვაქვს ჩვენ. მაგრამ ფიზიკურად ამის განხორციელება არის ხოლმე ძალიან რთული. იმიტომ რომ ეხლა მაინც და მაინც ეხლა იქ მანქანა ჩვენ საელჩო იქ არ ხვდება და მანქანები არ ხვდება, ხო? შესაბამისად ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობთ და დილით რო გახვალ და დღის განმავლობაში ეხლა 5-6 შეხვედრა რო გაქვს და როგორც წესი ესე გაქვს, ერთ მხარეს გაქვს ჩამოკიდებული ეს ანგარიშები და მეორე მხარეს მიათრებ ქართულ ღვინოებს. და ეს ბოთლები ერთმანეთს ეჯახება და აი ეს ჭახუნში შევალთ ხოლმე სენატში, ესე იგი ეს დაცვა გვიყურებს რომ ესე იგი ეს რა არის ეს ამდენი 10 ბოთლი რა გინდათ ჩვენ ბოთლი ეს არის ქართული ღვინო ანუ დაცვასაც ვეუბნები და მე რა თქმა უნდა ახლა რომ ავდივართ იმ შეხვედრაზე ძირითადი ეს ახლა ამ პოლიტიკურ რაღაცა მიმოხილვის და ამის შემდეგ და როცა ახლა ამ ანგარიშსაც დავარიგებთ, შემდეგ უკვე გადავდივართ იმაზე, რომ აი ნახეთ ჩვენ რა ჩამოვიტანეთ და მე მიდის დიდი აღწერილობა, რომ რომელი მარნიდან არის, რატომ არის ეს ღვინო ექსკლუზიური. მაგრამ ეს აი რაღაც მომენტში ხომ, ანუ ეს არის ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ ფაქტიურად ბარგით დავდივართ და ამ უზარმა ამ ღვინის ბოთლებით ხომ, ანუ ხა მახსენდება ბრიუსელში ვართ ესე და გაიფიცა ყველაფერი. ხო. ტაქსიც, მატარებელიც, მეტროც, ავტობუსიც, ყველაფერი გაიფიცა, ყველაფერი და ვართ ფეხით. მოგვაქვს და მოვათრებთ ამ ანგარიშებს და ამ ღვინოებს. მივდივართ ესე იგი ბოლოს და ეს არის რა პერიოდია იცი სტატუსი უნდა მოგცენ თუ არა აი ეს ზუსტად ეს პერიოდია და დავდივართ რომ გეხვეწებით სტატუსი მოგვეცით მოკლედ მივდივართ და უკვე აი დღის ბოლო არის და ნუ აი წვალობთ უკვე ძალიან და ბოლოს ისე ვართ რომ სწრაფად დავარიგოთ ეს ღვინოები და ანგარიშები რომ აღარ შეგვიძლია და რაღაც და აი ხო მივდივართ და გამოგვიარა ერთმა ქალმა ქალბატონებო ფეხიდან სისხლი მოგდით ანუ ყველაფერთან ერთად გვატკინა ფეხსაც მელბას ფეხები და ასეთი სისხლი და დასახიჩრებულები ისა და მოკლედ ძალიან ხო მაგრამ არ ვნანობთ ამას არ მოუდგენლად უხარიათ ეს ქართული ღვინის მიღება ყოველთვის შემდეგ ინტერნეტში შედიან და ნახულობენ რომ საიდან არის და რომელი რეგიონიდან არის და ასე შემდეგ ამიტომ მე მგონი იმ წინა პირველ საქმესთან ერთად ესეც მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ქართული ღვინო ეხლა ერთ-ერთი მთავარია ჩვენთვის ქართველებისთვის იცი რა უნდა გითხო ეხლა ძალიან უტევენ ჰერჩინსკის ხო მე იმედი მაქვს ეკა რომ კარხარცელივით ფიზიკურად არ გამოიფიტება და არ წავაჩვენთ და არ აყვება ამათ აი ესეთ შეტევებს ხო ეს ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩა მედგრად დგას ხო კარგად დგას და ნუ გერმანიის ელჩიც ესეთ მდგომარეობაშია და რაღაცა დიდი სტურია მე მაინც მგონია რომ ვერ მოთარგმნეს ანუ ის ვინც უსმენდა ხო ენის პრობლემა ქონდა რა და ვერ მოთარგმნეს ამ კაცმა რა თქვა იმიტომ რომ აშკარად არაფერი მუქარა მან არ ყოფილა. არაფერი ჩვეულებრივი განცხადება იყო. ხო, რაღაცა დენი ადრე 90-იანებში დენი და გაზი რო არ იყო, ანუ იმედი არ მინდა არავითარ შემთხვევაში რომ იქ დაბრუნდეს საქართველო და რა ვიცი, ანუ ცუდი ამაში რა არის? არ ჩვენ არ გვინდა, ვიც უნდა. კი ბატონო. მაგრამ რა არის ისე კიებუჯიან ახლა სიტყვაზე ამ ევროპას, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ რომ ბევრი სახელმწიფო ჩინოვნიკი ემიგრაციაში მიდის.
ხო? ხო, და არის ხო ეგ? ხო, ანუ ჯერ ერთი ვისაც ბევრი ფული აქვს და ვინც აი გამდიდრდა კორუფციით, ისინი ყიდულობენ ბინებს და უშვებენ რა თქმა უნდა თავიანთ შვილებს სასწავლებლად იქ და ნუ ცდილობენ რომ უძრავი ქონება უკვე იქ იყიდონ, რომ შემდეგ უკვე ალბათ რაღაცა ისეთი კარგი სიბერე კონდეთ უკვე ევროპაში. და არის ნაწილი, რომელიც ასევე არალეგალად მიდის, მათ შორის ამერიკაშიც წასულან, მექსიკის გავლით, აი ეს რაღაცა ისეთი ცნობილი ის არის გზა არის, მექსიკით უნდა წახვიდე და სხვათა შორის ერთი საინტერესო შემთხვევა ქონდა, ხა 500 დღეზე მეტია საქართველოში პროტესტია, ხო, არა მხოლოდ თბილისში, ხო, გავიწყდება რომ რეგიონებშიც ხდება და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ზუგდიდშიც პროტესტი არის უწყვეტი და სულ იკრიბება ხალხი. ხო და ერთ-ერთი და რა თქმა უნდა პოლიციაც დასდევს ამათ, ხო? ანუ პოლიციაც ზოგჯერ მარშებს რო აწყობენ ამ მარშსაც გამოყვებიან მთელი ამბავი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ესე იგი ამ ზუგდიდის პოლიციიდან მან გადაწყვიტა წასვლა მექსიკის გავლით, მოკლედ ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც ჩანს, აი ზუგდიდში ეს ამერიკა უფრო მოწონთ, როგორც ჩანს რა. ვიღაც წავიდა კარგად არის. ხო, ვინც ხო, როგორც ჩანს რა, ну აი რაღაცა ამერიკა ამ ზუგდიდზე ამერიკა არის და ესე იგი, აი ვინც იქ აქტივისტები არიან, ისინი ყვებოდნენ, რომ რო გამოვიდა ეს კაციო, რო გადაგვეხვიაო. ყველა მივდივარო აქციის მონაწილეებს, ეს მაღალჩინოსანი პოლიციელი. თქვენ გენაცვალეთო, ისე მომენატრებითო, აბა თქვენიცითო, წარმატებაო, კარგად იყავითო და თქვენიცით ბიჭებო. წავიდაო. არა, ვიყურებითო, რომ ანუ ვიღაცები დაგვიჭირაო, კაცო. ხო და თქვენიცითო, ეხლა თქვენიცით, აბა წარმატებები, აბა თქვენ გენაცვალეთო და წავიდა. ხო და გადაკოცნა თან, ანუ გადაეხვი ამათ. ანუ მათ ხარეს აღარ ვიზრობდით, კაცო. ანუ რეალურად მაგათ ხარეს იყო, ამბობდა ალბათ რომ ნეტა ამათ მოიგო რა მეშველება, ხო და ბოლოს შეიძლება უკვე იმედი აღარ დარჩა და წავიდა. რადგანაც ახლა თქვი რომ ბევრმა მაგალითად ფულებით იქაური სახლები იყიდეს და ასე შემდეგ, ახლა ნუ ჩემი გაუგონარი იყო 1,700,000-ის ბინებს რო აქირავე და ჯუანშერ ბურჯულას. ხო და იცი რა მაშინ რა ბინებს? ეს რა ღირდა, ანუ რა ტიპის ბინა არის, ანუ ოქროვილი ან რამდენი? ან რამდენი, მაგრამ მე მაინტერესებს ახლა რადგანაც შენ კორუფციაზე მუშაობ ხშირად. ამ ექსკლუზიური ხო არა გაქვს ისეთი, სადაც ჯერ არ გაგიჟღერებია და მუშაობ, რომ ჯერ აქედან გაჟღერდეს რა. ხო, ანუ ეხა გვექნება ცოტა ხანში კვლევა, ანუ ძალიან ხშირად ნუ ერთის მხრივ რაღაც ახალ ადამიანებს გამოუკვეთავთ ხოლმე, ხო, აი რომ უყურებთ ვინ მდიდრდება კორუფციის ხარჯზე და ვინ ჯიბეში ვინიდებს, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის ფულს და ნუ ბევრი არის ახალი, ასე ვთქვათ, ახალი საქმე, მაგრამ ასევე აი ყავს ჩემპიონები. კორუფციაში. ნუ არიან აი რაღაცა გამოკვეთილი ჩემპიონები. ნუ მათ შორის ვიქტორ ლიდერები, ანუ ვიქტორ ჯაფარიძე, ხო, არის, ხო, ეგრეთ წოდებული ვიწია ნუ ვიქტორ, ხო. მოკლედ იგი და მისი ოჯახის წევრი, ახლა ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრის, ესე იგი, კომპანია დავადგინეთ, ნახეთ რომ 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 32 კონტრაქტი მიიღო სახელმწიფოდან, აქედან 24 იყო ტენდერი და დანარჩენი იყო გამარტივებული შესყიდვა. და ამის მთლიანად ღირებულება იყო 10 მილიონ ლარზე მეტი. და ეს ეხლა ემატება ნუ ის იმ უზარმაზარ ესე კორუფციულ სქემებს, რომელიც მას ჰქონდა აქამდე, ხო? და იქ რაღაცა 30 მილიონამდე მეტ ლარზე იყო საუბარი. და ეს კიდევ ეხლა მოკლედ ემატება რა, ნელ-ნელა ეს იგი ფართოვდება მისი შესაძლებლობები და ნუ ცალსახად ვიტყოდი რომ ის არის ერთ-ერთი ესე ჩემპიონი, მოკლედ აი ამ ლიდერი არის აშკარად ლიდერი, აშკარად. იცი რა უნდა კითხო, აი საერთაშორისო ორგანიზაციებთან პირველი შეხება როდის ჰქონდა?
ვაიმე ძალიან ადრეულ ასაკში მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი ჩემი კარიერა მე ხო დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში და თუ არ ვცდები არის აი 98 წელი, თუ 99 წელი, აი მართლა რაღაც ახალი მისურვა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მაქვს და მოკლედ გამიშვეს რაღაცა ტრეინინგზე EUTO-ში. ხო და ეს ტრეინინგი როგორია, იცით რომ არის EUTO-სთან არის სასწავლო ცენტრი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მსურველებისთვის რა. ანუ ყველა ადამიანი ვინც მიდის საერთაშორისო მისიაში და სამშვიდობო მისიაში, აი ეს ტრეინინგი უნდა გაიაროს. და ეს არის როგორ იცით, ანუ თეორიაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ პრაქტიკა არის აი ტარებაც, რაღაც გაუყვალავებში, აი როდესაც ხედავ რომ ნაღმი არა უნდა გააკეთო, რუკის კითხვა, რაციაზე, ესე იგი, რაციის გამოყენება და ასე შემდეგ, 1000 რაღაცა რა და ბოლოში არის რომ აი აფრიკაში მოგიწევს ჩასვლა სამოქალაქო ომში როგორ იქცევი რა იცი რა რომ იქ რაღაცა დანაღმული შეიძლება იყოს იქ რაღაცა გაუყვალავში შეიძლება გაიაროს მანქანამ და ესეც უნდა იცოდე ხო ანუ აი ყველაფერი უნდა იცოდე რა და ნუ რაღაცა ბოლო დღე არის მოკლედ ამ მთელი ტრეინინგის და ეს არის სიმულაცია ანუ სიმულაცია რა არის რომ რაც გასწავლეს ხო ამას როგორ გამოიყენებ პრაქტიკაში და მოგცეს ესე იგი რუკა მოგცეს ეს არის ავსტრიაში ხდება ეს ყველაფერი შტატშლაინინგი არის ესეთი პატარა ქალაქი ვენიდან ძალიან ახლოს რაღაცა ეს თქო ციხესიმაგრეში ვცხოვრობთ ის არის გადაკეთებული ამ ტრეინინგში და გარშემო არის ტყეები და ნუ აი ავსტრია რა და ნუ აი რაღაცა გაუყვალავები და ნუ მთელი ამბები და მოკლედ მოგცეს ახლა ეს რუკა მოგცეს ეს რაცია და გვითხრეს რომ აი ეს არის შენი მისიის ესე იგი მანდატი და ეხლა იქითკენ არის ეთნიკური კონფლიქტი და ეხლა მე იქ უნდა წახვიდეთ. ნუ საერთაშორისო რაღაცა ჯგუფი არის ისეთი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან და მივდივართ ეხლა გზაზე და უცბად გამოიარა კაცმა ველოსიპედზე. ყვირილით რომ იქ არ წახვიდეთ ხალხს კლავენო. გავხედეთ ეხლა ანუ თამაშია კაცო ვიღაცამ თქვა ეს დაიცადე სიმულაცია მაგას ეხლა რა ის არის გავანებოთ თავი წავიდეთ გავიგოთ ეხლა იქით რა ხდებაო რა გავიარეთ ეხლა კიდევ ცოტა გზა და უცბად გამოვარ და ხალი რა და გვეუბნება რომ მე ჩემ ოჯახს იქო კლავენო ესეც ხო სიმულაცია იქო კლავენო და ტირის ოღონდ მსახიობი წარმოგიდგენთ ტირის ჩემ შვილებს იკლავენ შეიძლება სახში ესე იგი იქ უნდა ჩავიდე ეხლა წამოვიყვანო ეს შვილებიო და ჩვენ ვეუბნებით რომ ქალბატონო ეხლა ჩვენ ვერ დაგეხმარებით და უკვე ნაწილს უკვე დაავიწყდა რომ სიმულაცია იმიტომ რომ იმდენად ეს ხალი კარგად თამაშობ ვერ დაგეხმარებით ქალბატონო ჩვენო რა და არაო მე უნდა გამოყვე დამეხმარე ჩემი ოჯახი იქიდან გამოიყვანეთ. ერთი ამერიკელი ტონი ყავდა ესე იგი ამ ჯგუფის მონაწილე მაღალი ბიჭი იყო რაღაცა ძალიან ისე და იმან თქვა რომ იცი რა რომ ეხო ესო მაინც ეს ქალიო მაინც მოყვებაო და ხეზე ხო არ მივაბათო. ხო და მე სერიოზულად ვილაპარაკეთ რომ ხეზე ხო არ მიგვება ადამიანი და ბოლოს თქვით რომ არაო ეხლა ჩვენ საერთაშორისო მისია ხო ვართო და ხეზე რანაირად არის ეხლა ხეზე ხო არ მიაბავს საერთაშორისო მისია. ნუ კარგო მოკლედ გავანებეთ ეს მოყვება და რუკას მივყვებით გაჩნდა მანქანა შეიარაღებული ხალხი წარმოიდგინეთ და აქ არისო გამტარი პუნქტიო რა ხო და გამტარი ხო და გამტარი პუნქტი თუ გამშვები პუნქტი და ნუ მოკლედ ისინი გვაქვს საბუთები გვაქვს ესენი ახლა ამოწმებენ ამ საბუთებს გაიარე რაღაცა ეგეთი ამბავია და მიადგნენ ამ ხალხს ესე იგი რო მოკიდეს ამ ხალხს ხელი და რო ჩატენეს მანქანაში და რო დაქოქეს და რო გაიყვანეს ყველას იმ მომენტში ჩვენ ყველა ერთი 10 კაცი ვიყავით დავიწყებული ქონდა რომ ეს იყო სიმულაცია ისეთი დადგმული იყო ხო დავისტრესეთ ეს ხალხი რა ხდება რაღა უნდა გავაკეთოთო ხალხს კლავენ ხალხო მართლა მე ვთქვით რომ ეხა აგერ ვაკ რაღაცა ხატია და ხო არ გავიაროთ თქო რაღაც და მივედით ამ ტყის მასივი იყო რა ხო და ამ ტყის მასივიდან უცბად გამოხდნენ შეიარაღებული ადამიანები დაგვადეს ეს იარაღი შეგვიკრეს ხელები დააყარეს ამ მიწაზე ჩამოგვაცვეს თავზე ეს ტომრები
მოიხსენით ეხლა მთელი საათები რაღაცები რაც გაქვს ეხლა ყველაფერი ესე იგი ჩაყარეს ამ იმაში მე ეხლა ვზივარ და ვფიქრობ ამათ ეხლა მე რო რაცია მივცე დავრჩებით კავშირის გარეშე ფიქრობ და ჩავმალე ეს რაცია, ესე იგი გმირობის ტოლფასი იყო. თან იმ ტრეინინგზე გვითხრეს რომ რაღაც ეგრე რომ დაგიჭირონო, აუცილებლად ყველაფერი მიეცითო რომ არ გაუჭედოთო რა, ანუ არ გაუძალიანდეთო და მე მაინც გადავწყვიტე რომ ესე რაცია დავმალო და უცბად ესე იგი ამათრიეს ტომარა მომხსნეს და მეორეს ტონი რო ვთქვი რა იმ ხალხს ვაბავდა იმაზე ხეზე ისიც ათრიეს და ესე ჩააგდეს ამ იმაში რაღაცა ბუჩქებივით იყო და დაახალეს იარაღი ამ ტონის რა და რა ვქენითო მე მეუნებიან მიყვირიან გაიგე და ტონი მოკალით მეთქი. ხო და არესმის შენ ხალხსო ხმამაღლა თქვიო, ხმამაღლა თქვი. ტონი მოკლეს მეთქი. ხმამაღლა დაიყვირეო რა და ხალხო ტონი მოკლეს. ხო და აღარ მახსოვს რა სიმულაცია და ხო და შეეხლაო მოგვიბრუნდნენ, ეს ეხლა რომ გავაკეთოთ, ყველა უნდა გთხოვოთ, რომ შეგინარჩუნოთ სიცოცხლეო და დადგა ესო, ესე იგი, ეს ხალხი დაბლა რო არის დაგდებულია, ტომარ ჩამოწმეული. ეხვეწებიან არ მოკლათ, არ მოკლათ. სრული სიგიჟე იყო და ხო და ბოლოს ესე იგი აუხსნეს ეს ხელები და ნუ მოკლედ ვისა და გაიქეცი ახლა და ისინი გაიქცნენ რა მე მთელი დღე ძებდნენ ისე გაიქცნენ რომ ვეღარ პოულობდნენ თვითონ უკვე დამთავრდა ის და მე ახლა მე რო ამიყვანეს მე ესო აიო შენო როგორი კაი გოგო ხარო აკურა და აქ რაციაც მიპოვეს შენო რაციაც და მე რაღაც მე მივხვდი ესე რამე ხო არა ეს შეიძლება ეს ხევსურული ის დამემარ მოდი ახლა აქ მეთქი ეს მეთქი თამაშია თუ რა არის მეთქი ე რაღაცა ხო არ გეშლება ხევსურულად ბოლოს ხო და ნუ მოკლედ ამათ არა კიო всё აი ყველაფერიო აი მორჩითო რა და კარგი მეუთხარი ჰეპი-ენდი ქონდა ხო და ეს ფსიქოლოგი მეუნებოდა მე რომ ეტყობაო შენო რაღაცა ისეთი ისა გაქვსო რა რომ როგორ მე რო გაგახსენდა უცბათო ეგ იმიტომ როგორ წესი ხალხს არ ახსენდება და ნუ ხო აი მართლა ძალიან კარგად დადგმული იყო და ეს იყო პირველი ჩემი ეს შეხება მოკლედ ამ ხო ანუ ესე კარგად ხარ გადამზადებული ეს მისიაში რომ გაგიშვა რო გაგიჭირდეს ესე იგი შენი ერთი ესეთი კარგი ის იყო რუბრიკა სატელევიზიო რუბრიკა უშიკიშვილის ხო ეს ძალიან კარგი ფენებური ევროპა რომელიც ნუ ეხლა აღარ არის მაგრამ იმდენად კარგი იყო საყურებლადაც რომ რა ვიცი აი შენ თუ გახსენდება ეხლა რომელი რეგიონი იყო შენთვის ახლა იმიტომ შენც სტადიოდი უშიკასთან ერთად კი და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ საუბრობდით იმაზე ევროპამ და ამერიკამ რა დააფინანსა რეგიონში, რა პროექტები ჰქონდათ, როგორ ეხმარებოდნენ ხალხს იქ ადგილებზე. ხო, და კიდევ ერთი ნაწილი იყო ამ მოკლედ გადაცემის, რომ იქ რაღაც საჭმელსაც ვაკეთებდით და ბოლო-ბოლო ამ გადაცემით ვისწავლე საჭმლის კეთება. რომ მაინც ახლა დიდად გამოცდილია ამაში და იქ უკვე რაღაც ნუ ხინკალი ყოველთვის ვიცოდი მოდი ესე ასე ვთქვათ მაგრამ ხო ნუ რა ვიცი კი მე მგონია რომ ხო ანუ შემიძლია ახლა ვერ დავდებ თავს რო რაღაცა მაგრამ ხინკალი კი ეს საინტერესოა ხო და შემდეგ ხო და ეს ანუ ხინკალზე ახლა გამახსენდა რა თქმა უნდა ხევსურეთი ხევსურეთში ხარ ჩასულები. ხევსურეთში ვარ ჩასულები და ხო და ეს გიორგი მეუნება რომ ეხაო რაღაცა მე მოინ გზაშიც აი ამ გზით უნდა წავიდეთ ისა მე ვთხარი მე ვიცი მეთქი როგორც უნდა წახვიდეთ რა. თქო ჩავედით იქ ბატონ არაბულს აქვს მუზეუმი გაკეთებული ძალიან საინტერესო ყველას ვურჩევი წავიდეს და რომ შევედით მე უცბად დავინახე მისი მეუღლე ხო იქამდე ჩავწერეთ შესავალი გზაზე ვიდექი ჩამოვიარეთ ეს გზაზე ნუ შესავალი ჩავწერეთ და ნუ მე შევედით ამ მუზეუმში სანახავად და
მისი მეუღლე გამოვიდა და გიგაურია ის რა და გამოვიდა ვაიმეო ეკაო რაღაც რამდენი არ მინახა რატო არ დარეკერო ჩამღვა ხა გიორგი ესე იმას ხო და რატო აიო ხლაო კაცო ჯონიმ დამირეკაო გიორგიმ დამირეკაო კიდე ვიღაცები ჩამოთვალა და ჩვენი ეკა ვნახეთ გზაზეო და მე უთხარიო კაცო ჩვენი ეკა რო გზაზე ეკო გზაზე ვნახეთ და ეგრო გენახაო ხო დამირეკა ეგრო ყოფილიყო ხო დამირეკავ და ვაიმეო შენ ყოფილხარო რაღაცა და ნუ ნაწილი ალბათ ვიცნობ არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ერთმა 10 კაცმა ესე იგი დაურეკა რომ ეკო ჩამოვიდა რა არა იმათ არ იცნობ ნუ მე მგონი არ ვიცი არა ხო რა ვიცი ნუ აი რაღაცა ისა და ახლა ჩავედ მე რა შევედით რაღაცა მეორე ოჯახში და იქ მაგამეტი სასაზღვროში მუშაობდა მე რაღაცები ისინიც ვაიმე ეკა ჩამოვიდა მერე კიდე სადღაც შევედით. უი ჩვენი ეკა ჩამოვიდა. მერე კიდე რაღაცა, მერე გზაში ვიღაცამ გამარი ეკა როგორ ახარო. გიორგი მე ამ ყავს აიდო და მე ვთხარი ჩვენ ყველანი ბიძაშვილები ვარ. რითი ვერ გაიგე. ეგ მაგარია. ყველანი ბიძაშვილები. ხო, იმიტომ რომ ხევსურეთში ესე იციან, რომ ყველა არის ერთმანეთის ბიძაშვილი, არა მნიშვნელობა გვარს. მე მგონი ხო? აი, წინა გადაცემაშიც გაქნა თქვამი, რომ ყველა ბიძაშვილად გვცლის. ძალიან დიდი მადლობა ეკამ, მინდა წარმატებები გისურვო და მინდა წარმატებები უსვო ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდ საქმეს აკეთებ ჩვენთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვის და ნუ რა ვიცი, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად. რატო გეცინება? არ მეცინება. მიხარია. ყველაფერი გიხარია რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგია, მეც იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და მეც ძალიან მიხარია. კი ბატონო, ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო. ხალბატონო, ეკა გიგაური. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.